ჩემო ირაკლი, მიმღერეში ერთი კავსაძე არ ხარ შენ წარმომადგენელი. ხართ ესე იგი ბიძა და ძმისშვილი. ცნობილი და უსაყვარლესი პიროვნება და მომღერალი, ამაგდარი კაცი და აი მართლაც გამორჩეული მოქალაქე და უსაყვარლესი კაცი. ბატონი იმერი კავსაძე, რომელიც ახლა ჩვენი შოუ სტუდიაში მინდა შემოვიბადიჯო. მოგზადეთ ბატონი იმერი. მოგზადეთ გეგმირივე. ბატონო იმერი, მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენ ტირიმე მობრძანებისთვის. მე ისე მიხარია ამ შემთხვევაში როგორც მაყურებელს, არა მხოლოდ როგორც თქვენს ახლობელს და ჩემი ოჯახისთვის უზირფასეს ადამიანს, რომ გიცქერთ სცენაზე და თქვენი ხმა მესმის ისეთი მუხტი მოდის ხოლმე თქვენი ყოველი შესრულებიდან. აი ერთად რომ გიცქერდით სხვა მონაწილეებთან ერთად, დარწმუნებული ვარ შემომიერთება ჩვენი შოუს მაყურებელს, როდესაც დინამო აჟღერეთ, აი რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ცეცხლი მოვიდა თითქოს სტუდიასაც და გადმოვიდა ეს ეკრანზე და მადლობა თქვენ აი ამ ჩართვისთვის და აი ესე აქტიურად მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე სიამოვნებით ყოველთვის თქვენთან მოვდივარ და როდესაც გენებოთ მე შემიძლია ყოველთვის ვიყო თქვენ გვერდში. ჩვენთვის არ ყოველთვის გამორჩეული სტუმარი ბატონო იმერი. მithumetes ახლა გადავდივარ ძირითად საქმეზე და მთავარ თემაზე რისთვისაც თქვენ ეს უსაყვარლესი ხალხი მოგიპატიჟდეთ. ეს უკავშირდება დაუვიწყარ პიროვნებას. ბატონ კახი კავსაძეს, რომელიც 90 წლის იუბილეს სულ მალე აღნიშნავდა, თან 2 დღის წინათ მისი დაბადების დღე იყო და თქვენთან ერთად მინდა რომ დიდი სიყვარული შეუთვალო აიქედან იქ მარადიულ საქართველოში. თანაც აქვე ვეტყვი ჩვენი შოუს მაყურებელს რომ მზადდება ძალიან საინტერესო საიუბილეო საღამო, რომელიც 12 ივნისს უნდა გაიმართოს და მოდი ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. რა შემიძლია ვთქვა კახის პიროვნებაზე, რა შემიძლია ვთქვა ჩემ ძმაზე და ესე იგი ადამიანზე, რომელმაც რაღაცა უსაშველო დიდი კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი საერთოდ ხელოვნების დარგში. ისე გაიარა 80 წელმა, რაც კახი წავიდა, იცით, შთაბეჭდილება არ მაქვს მე იმისა, რომ კახი წასულია. კახი არის სულ ჩემ გვერდში, სულ ყოველთვის, აი არ არის შეგრძნება, რომ სადღაც არის. კახი არის აქ არის, იქ არის, სულ ყოველთვის რჩევასავით გინდა რაღაცაზე ფიქრობ და თითქოს ამ დროს კახი არის აქ. არ არის ეს იცით მოგონილი, არ არის ესეთი პომპეზური ნათქვამი. არა, ეს ნამდვილად ასია და სულ ყოველთვის მგონია რომ კახი აი დღეს არის ხვალ არა, აგერ ამ დღეებში გამოჩნდება ჩემს გვერდში. ესეა მართლა. ზუსტად ასე შეიძლება და გაფრინდა ეს 4 წელი თითქოს აი ერთი წამია ისე შემოერაგნი ზანის ენაცვალე. აი იმერი მაგნიშნა რომ ძალიან დიდი კვალი დატოვა ჩვენს სამყაროში. ჩვენი პროფესიის გარშემო და მეც თითქოს შარშან უკვე გამიჩნდა ამის სურვილი და ვალდებულებაც კი რომ 90 წლის გახდებოდა და რაღაცა რო არ გავაკეთო გამორიცხულია რა ეგეთი განცდა მქონდა და თან ესეთი შეგრძებაც რომ არ გავაკეთო ვიქნები დამნაშავე. რაღაცას დავაშავებ ისეც, რომ მე ჩემ თავს ვერ ვაპატიებ ვერანაირად. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მისი იუბილე შედგეს, როგორ თქვა, ცოტა არ იყოს ვღელავ, იმიტომ რომ პირველი, ასე ვთქვათ, გამოცდა მაქვს მასთან. აქ არ ყოფნის დროს, იმიტომ რომ ცხოვრებაში როგორ იყო იცით ჩემი და კახის ურთიერთობა მუდმივად რაღაც გამოცდას ვაბარებდი ამ ადამიანს. იმიტომ რომ ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე და ყოველთვის მინდოდა მისთვის ეს დამებრუნებინა რაღაცა სახით, ჩემი შრომით თუ ჩემი პროფესიის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ მას ჩემით არ ვიცი როგორ რამდენად თვითონ იტყოდა ამას, მაგრამ რაღაცნაირად ეამაყა მაინც, ან ეთქვა რომ ხო, ყავს ისეთი შვილი, რომელიც
ვარ ბედნიერი მისი გაკეთებული საქმეებით და იყო ასეთი დრო, როცა დედაჩემის 80 წლის თავი გადავიხადეთ და ისიც აი ასეთი სახით მიუძღვენი და კახი იყო მან ასე ვთქვათ წამყვანი ფიგურა რის გარშემოთაც შეიკრა ეს სპექტაკლი. იყო ესეთი მომენტი, როცა რეპეტიციები უკვე დაწყებული იყო და კახი რო ჩამოვიდა ამერიკაში იყო გაიკეთა ერთი-ორი ოპერაცია გაიკეთა და რო ჩამოვიდა რო დავინახე აეროპორტში მეთქი ვაიმე აი აქ ცუდათაა მეთქი ჩემი საქმე იმიტომ რომ ისეთ ცუდად გამოიყურებოდა ამ გზავრობის და დაღლილი ოპერაციები რომ მეთქი ეს კაცი რო ამოვიღო სპექტაკლიდან დამთავრდა იქაურობა თქო აღარაფერს ფასი აღარ ეკნებოდა ამ დროს როგორც თქვი არ იყო ის როგორც მთავარი როლის შემსრულებელი ან რაღაცა პერსონაჟი კახი იყო კახი რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო თავის მეუღლესთან ბელა მირიანაშვილთან მაგრამ ნუ ეხლა კახი რისი კახი იქნებოდა რომ თავის თავი აღარ აეყვანა ხელში და ბოლომდე არ გაეკეთებია ის საქმე რაც გააკეთა და მართლა მოხდა სასწაული რომ აი ამ ყველაფრიდან როდესაც მოვიყვანეთ თეატრში თვალშვილის იმერიც მანდ იყო მოვიყვანეთ თეატრში კი დაღლილი იყო რაღაც მაგრამ რომ შეხედა რეპეტიციას და მივხვდი რომ დაემართა უკვე რა მოუნდა და დადგა ფეხზე მოიკრიბა ძალღონე და შეასრულა სპექტაკლი მე ისე მოხდა რომ თვითონ გახდა კიდევ ერთხელ ავად და მე მომიწია მისი შეცვლა უცებ გამოვფრინდი იქიდან და მეორე დღესვე სპექტაკლი ვითამაშე და მთელი დარბაზი გაყიდული იყო ექვსი სპექტაკლი უკვე წინასწარ გაყიდული იყო და ეს ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ კახის გამო ყველას ძალიან უნდა უფროსი ან უმცროსიანად ენახა კახი კიდევ ერთხელ ცოცხლად სცენაზე და მე რეგაც რომ გამოდიოდა სპექტაკლიდან არ არსებობდა ვარიანტი რამეთი დაზარებოდა რაღაცა არ არსებობდა ყველა ბავშვი შეხვდებოდა ყველას ჩაეხუტებოდა ყველასთან სურათს იღებდა ყველას ხელს მოუწერდა გამორიცხული იყო რომ თავი მას არ ეჩუქებია ადამიანებისთვის და ეს ბედნიერება არ გაეძლიერებია